სად და როგორ გავიროჯოთ ეფექტურად? სოლარიუმის რომელი აპარატია ხარისხიანი და უსაფრთხო? ძირითადად რა ტიპის აპარატს ყავს ხშირი მომხმარებელი და რატომ? ჩამოუვარდება თუ აღემატება ჩვენი აპარატი ევროპულ ხარისხს? თბილისში სოლარიუმის უამრავი არჩევანია და გარუჯის მოყვარულებს სხვადასხვა სერვისს თავაზობენ. არავისთვისაა საიდუმლო, რომ წელიწადის ამ დროს გაზაფხულზე განსაკუთრებით ქალები ზრუნავენ ზამთარ-გამოვლილი სხეულის გაჯანსაღებაზე. დღეს ბევრი ადამიანი შეპყრობილია ეგრეთ წოდებული გარუჯომანიით, რაც იმას ნიშნავს, რომ გარუჯო ბევრს უყვარს, მაგრამ სხვადასხვანაირად. ზოგს უბრალოდ მზის გულზენებირობა და მზის აბაზანების მიღება სიამოვნებს, ზოგს კი სურს მუქი ფერისკანი ჰქონდეს. სანამ სოლარიუმს გამოვიყენებთ, უნდა ვიცოდეთ და დავიცვათ რამდენიმე წესი. სოლარიუმში პირველი ვიზიტის დროს ურიგო არ იქნება, თუ დერმატოლოგისა და კოსმეტოლოგის კონსულტაციას გავითვალისწინებთ. რა ტიპის კანისთვის შეიძლება ან არ შეიძლება რუჯის მიღება. ასევე სხეულზე ხარის შემთხვევაში რამდენად მიზანშეწონილია რუჯი. რუჯის მიღება არ შეიძლება ძალიან გამომშრალი და თეთრი კანის მქონე ადამიანებისთვის, რადგან მელანინის რაოდენობა არის საკმაოდ მცირე და აქედან გამომდინარე ვერ ხდება კანის მიერ დაცვა, ასე ვთქვათ, ულტრაიისფერი სხივისგან. თეთრი, ასე ვთქვათ, ჟღალი, ძალიან ქერა და ასე ვთქვათ, ალბინოსი მომხმარებლისთვის ეს შეუძლებელია. ზოგადად ხალოვანი და პაპილომური, ანუ მეჭაჭავანი წარმონაქმნების დროს სასურველია, რომ დაიცვას მომხმარებელმა ის არე. ამისთვის არის მოცემული სპეციალური სტიკერები, რაც რითიც ხდება დაფარვა ამ ხალების და პაპილომური წარმონაქმნების და თავისუფლად შეუძლია გაირუჯოს. ყურადღება უნდა მივაქციოთ სოლარიუმის ნათურებსაც, რადგან ვადაგასული ნათურა საზიანოა ჯანმრთელობისთვის. ის იწვევს გამოსხივებას და რუჯის აჭრელებას. ამ საკითხის ცოდნა კი აუცილებელია, სანამ სოლარიუმს ავირჩევდეთ და მივაკითხავდეთ. სოლარიუმის ნათურები არის ცალკე თემა, საკმაოდ ტკივნეული თემა თბილისში, იმიტომ რომ ჩვენთან არ არის სამსახური, რომელიც ამას ამოწმებს. საერთოდ სოლარიუმის ნათურები არის ყველაზე მნიშვნელოვანია ნათურა სოლარიუმში. ნათურა შეიცავს რაღაც გარკვეულ გაზებს, აირებს და აქვს გამოსხივება. ეს გამოსხივება არის UVA, UVB სხივები. სამედიცინო უნდა იყოს აუცილებლად, ანუ სულ 3 ქარხანაა, რომელიც აწარმოებს ამ ნათურებს, 2 არის გერმანიაში, 1 არის ჰოლანდიაში. სხვა დანარჩენი ქარხნები ამ ნათურებს აკეთებენ დაცვის ფენის გარეშე. ანუ ფაქტიურად ეს არ არის გაფილტრული მზის სხივი, როგორც უნდა იყოს, არამედ არის, არც ვიცი რა არის, სიმართლე რომ გითხრათ, საზიანოა. პირველი სოლარიუმი მე-20 საუკუნის 70-იან წლებში გაჩნდა. მაშინვე დაიწყო კამათი იმის თაობაზე, მავნია თუ არა სოლარიუმის ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე. ეს კამათი დღემდე გრძელდება. მიჩნეულია, რომ სახიფათოა სოლარიუმით მეტისმეტი გატაცება მოზარდი გოგონებისთვის. ამიტომ ვიდრე სოლარიუმს მიაკითხავდეთ, ურიგო არ იქნება. კონსულტაციისთვის ექიმს მიმართოთ და გამოკვლევებით ჩაიტაროთ, რათა დანამდვილებით გაიგოთ, რამდენად მავნე თუ სასარგებლოა სოლარიუმი პირადად თქვენთვის. არასრულწლოვანებისთვის არ შეიძლება ნამდვილად, ანუ მითითებულია 16 წლიდან, მაგრამ ჩვენ 18 წლამდე მაინც არ უშვებთ, იმიტომ რომ არ არის სასურველი. ახალგაზრდები დადიან ჩვეულებრივ არანაირი პრობლემა არ არის გამონაკლისები, კვანძი შემთხვევაში, ჩიყვი, ქრონიკული ჩიყვის შემთხვევაში თუ დაავადებული არის ქრონიკულად ადამიანი, არ არის სასურველი, ფეხმძიმე ქალბატონებისთვის არანაირად არ შეიძლება და აქვს რამოდენიმე ნიუანსები, რის შემთხვევაშიც არ უშვებთ კატეგორიულად. მზე ულტრაისფერ სხივებს ასხივებს. გარკვეული დოზით ეს სხივები სასარგებლოა არა მარტო კანისთვის, არამედ მთელი ორგანიზმისთვისაც. ხელს უწყობს იმუნიტეტის მოძლავრებას, ანადგურებს ბაქტერიებს. ულტრაისფერი სხივების მოხვედრისას ადამიანის ორგანიზმი იწყებს D ვიტამინის გამომუშავებას, რომელიც ცვლილებისთვის არის აუცილებელი. მაგრამ თუ მზეზე ზოგჯერ საათობით წევხართ, სოლარიუმში ასე არ შეიძლება, რადგან ულტრაისფერი გამოსხივება აქ უფრო მიზანმიმართულად მოქმედებს და ამიტომ კანზე მისი ზემოქმედება გაცილებით ძლიერია, ვიდრე მზეზე გარუჯვის დროს. ამიტომ სასურველია გავირჯოთ ნელ-ნელა და უსაფრთხოდ. როგორც სპეციალისტები გვირჩევენ, 10 წუთით საკმარისია სოლარიუმში პირველი ვიზიტის დროს. ამას გარდა, სოლარიუმის ჭარბი გამოყენება ვნებს კანის სტრუქტურას, აშრობს და ადუნებს მას, აჩქარებს დაბერებას და მისგან მიღებული მთელი სარგებელი უკვალოდ ქრება. ამიტომაც სოლარიუმის მოყვარულებმა ყველაფერთან ერთად ამაზეც უნდა იფიქრონ.